62 ივლისის ღამეს 1927 წელს, როდესაც ის ოფიცრები შეიჭრნენ ძველი გვარდიის უკანასკნელი წარმომადგენლების სახლებში, ერთ-ერთ ქუჩაზე მანქანა არ გაჩერებულა. ფილიპე მახარაძის კარზე არავინ დაკაკუნებია, მაშინ როცა მთელ თბილისში 3000-ზე მეტი პარტიის ვეტერანი იყო დაპატიმრებული ერთ ღამეში. მისი სახელი იყო იმ გამოძიების საქმეებში, რომლებიც მოითხოვდა დაუყოვნებელ დაპატიმრებას, მაგრამ ბრძანება არასდროს შესრულებულა. სტალინის პირადი არქივიდან ნაპოვნი დოკუმენტები ადასტურებს, რომ მახარაძის საქმეზე საიდუმლო შენიშვნა იდო გადაწყვეტილება მოგვიანებით, ხელმოწერილი უშუალოდ იოსებ სტალინის მიერ. რატომ? ვინ იყო ფილიპე მახარაძე და რა იცოდა მან, რაც სხვებმა არ იცოდნენ? რა ფასი გადაუხადა მას ამიდუმალმა დაცვამ? და უფრო მნიშვნელოვანი, რა ინფორმაციას ინახავდა ის, რომელიც თვით სტალინსაც სჭირდებოდა? 1927 წელი იყო წელი, როდესაც საბჭოთა კავშირის მთელი პოლიტიკური ელიტა იცხოვრებოდა შიშში. ყოველი ღამე შეიძლებოდა ყოფილიყო უკანასკნელი. ყოველი ტელეფონის ზარი შეიძლებოდა ყოფილიყო დაპატიმრების ბრძანება. ლენინის თანამებრძოლები, რევოლუციის გმირები, პარტიის დამფუძნებლები, ყველა ისინი, ვინც ააშენა ეს სისტემა, ახლა ეს სისტემა ანადგურებდა. მაგრამ ფილიპე მახარაძე განსხვავებული იყო. იგი იყო ერთადერთი ძველი ბოლშევიკი საქართველოში, ვინც გადარჩა დიდ ტერორს. მაშინ როცა მისი თანამებრძოლები ერთის მერე ერთი კრებოდნენ ღამის სიღრმეში, მახარაძე აგრძელებდა მუშაობას აკადემიაში, აგრძელებდა ლექციებს, აგრძელებდა ჩვეულებრივ ცხოვრებას. მისი მეგობრები, მისი სტუმრები, მისი კოლეგები, ყველა ისინი უკვალოდ კრებოდნენ, მაგრამ მისი სახელი არასდროს გამოჩენილა დასაპატიმრებელთა სიაში. რა იყო ეს, წარმოუდგენელი იღბალი თუ საიდუმლო შეთანხმება? სტალინის არქივებში არის ერთი დოკუმენტი, რომელიც აღწერს პირად შეხვედრას მათ შორის 1935 წელს. ამ დოკუმენტის მიხედვით მახარაძემ გადასცა სტალინს ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრა საქართველოში მომავალი რეპრესიების მიმართულება. მაგრამ რა სახის ინფორმაცია იყო ეს? ვის შესახებ საუბრობდა მახარაძე? და რატომ ეს საუბარი გახდა მისი ცხოვრების დამცველი? დღეს, როდესაც არქივები თანდათან იხსნება, როდესაც ძველი მოწმეები საუბრობენ, ჩვენ შეგვიძლია შევადგინოთ ფილიპე მახარაძის გადარჩენის ფაზლი. ეს არის ისტორია იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც იცოდა როგორ ეთამაშა ყველაზე საშიშ თამაშს თავის ცხოვრებაში. ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გახდა ერთი ადამიანის ცოდნა მისი დაუღალავი დაცვის წყარო. მაგრამ ყველაზე მთავარი, ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ რა ფასი აქვს გადარჩენას, როდესაც მთელი ქვეყანა იხრჩობა ტერორში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი 12 ადამიანიდან, რომლებმაც იციან ყველაფერი რევოლუციის დაწყების შესახებ, ყოველი საიდუმლო შეხვედრა, ყოველი დაფარული ფული, ყოველი ადრეული შეთქმულება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გახლავართ მოწმე იმისა, როგორ დაიწყო ყველაფერი, ვინ იყო რეალურად მონაწილე, ვის რა როლი ჰქონდა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ყველა ეს ადამიანი ახლა ერთმანეთს ანადგურებენ და თქვენ ხართ ერთადერთი, ვინც იცის სიმართლე. რა საკეთებდით, შეინარჩუნებდით ჩუმობას თუ გამოიყენებდით ამ ცოდნას? ფილიპე მახარაძე დაიბადა 1877 წელს ქუთაისში, ოჯახში, რომელიც ეკუთვნოდა ქართულ ინტელიგენციას. მისი მამა იყო ცნობილი მასწავლებელი, დედა ქართული ლიტერატურის მოყვარული ქალი. საოჯახო გარემო იყო სავსე წიგნებით, დისკუსიებით, ახალი იდეებით. მცირე ასაკიდან ფილიპე ხედავდა, თუ როგორ განიხილავდნენ უფროსები რუსეთის იმპერიის პრობლემებს, ქართველი ერის მომავალს, სოციალური სამართლიანობის საკითხებს. ეს იყო ის ნიადაგი, სადაც აიზარდა მომავალი რევოლუციონერი. თბილისის გიმნაზიაში, სადაც ფილიპე სწავლობდა, იგი პირველად შეხვდა რევოლუციურ იდეებს. ეს იყო 1892 წელი, როდესაც მთელ რუსეთში ვრცელდებოდა მარქსისტული ლიტერატურა. გიმნაზისტები იკრიბებოდნენ საიდუმლო წრეებში, კითხულობდნენ აკრძალულ წიგნებს, განიხილავდნენ შრომის მოძრაობის მომავალს. მახარაძე მალე გახდა ერთ-ერთი აქტიური წევრი ასეთ წრეში. მაგრამ მას არ აკმაყოფილებდა მხოლოდ თეორიული დისკუსიები, იგი ეძებდა რეალურ მოქმედებას. 1895 წელს, სულ 18 წლის ასაკში, მახარაძე დააპატიმრეს პირველად. იგი მონაწილეობდა სტუდენტურ დემონსტრაციაში, რომელიც მოითხოვდა სოციალურ რეფორმებს. თბილისის ციხეში გატარებული 2 თვე შეცვალა მას სამუდამოდ. იქ იგი შეხვდა რეალურ რევოლუციონერებს, იმ ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ საუბრობდნენ ცვლილებაზე, არამედ მზად იყვნენ მსხვერპლობისთვის. როგორ იცვლება ახალგაზრდა ადამიანი? როდესაც პირველად გრძნობს სისტემის სრულ ძალას საკუთარ თავზე?
როგორ იბადება რევოლუციონერი ციხისბნელ საგნებში. გათავისუფლების შემდეგ მახარაძემ გააკეთა არჩევანი, რომელიც განსაზღვრა მის მთელ მომავალს, იგი სრულად მიუძღვა რევოლუციურ საქმიანობას. ამ პერიოდის შესახებ მისი მოგონებები აღწერს, თუ როგორ იყო ორგანიზებული საიდუმლო სტრუქტურები თბილისში. მოსკოვიდან მოდიოდა ინსტრუქციები, დირექტივები, ფული. მაგრამ ადგილზე საქართველოში საჭირო იყო ადამიანები, რომლებიც ესმოდათ ადგილობრივი სიტუაცია, იცნობდნენ ადგილობრივ სპეციფიკას, ჰქონდათ ადგილობრივი კავშირები. სწორედ აქ, ამ პერიოდში მახარაძე შეხვდა პიროვნებას, რომელიც მოგვიანებით გახდა მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილს, რომელიც თავს სოსო ეძახდა. ეს შეხვედრა მოხდა 1896 წელს, ერთ-ერთ საიდუმლო შეხვედრაზე. ჯუღაშვილი იყო 2 წლით უმცროსი მახარაძეზე. მაგრამ უკვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ენერგიით და გადაწყვეტილი ხასიათით. ისინი სწრაფად გახდნენ ახლო თანამშრომლები. მათი თანამშრომლობა იყო საინტერესო კომბინაცია, მახარაძე იყო უფრო განათლებული, უფრო თეორიულად მომზადებული, მას ჰქონდა კავშირები ინტელიგენციის წრეებში. ჯუღაშვილი კი იყო უფრო პრაქტიკული, უფრო რადიკალური, უფრო მზად რეალური მოქმედებისთვის. ერთად ისინი წარმოადგენდნენ იდეალურ კომბინაციას რევოლუციური საქმიანობისთვის. მაგრამ ამ ადრეულ წლებში ვერავინ წარმოიდგენდა, თუ როგორ განსხვავდებოდა მათი მომავალი ბედები, როგორ იქცეოდა ერთი მათგანი ხოვლის მპყრობელ დიქტატორად, ხოლო მეორე გადარჩებოდა მის ტერორს იდუმალი გზით. მე პირველად ვიხილე, როგორ შეეძლო სოსოს დაერწმუნებინა ადამიანები გააკეთონ შეუძლებელი, ამბობს ვანო კეცხოველის, კიდევ ერთი ადრეული ბოლშევიკის, დღიურში დატოვებული ჩანაწერი 1899 წლიდან. რა უნარი ჰქონდა ახალგაზრდა ჯუღაშვილს, რომელიც მახარაძე მათ შენიშნა. როგორ აყალიბებდნენ მათ ტაქტიკას იმ წლებში. და უფრო მნიშვნელოვანი, რა სახის საიდუმლო ინფორმაცია დაგროვდა მახარაძეს ამ ადრეული თანამშრომლობიდან, რაც შემდეგში გახდა მისი უსაფრთხოების გარანტი. 1899 წელს მახარაძემ მიიღო დავალება, რომელმაც გამოავლინა მისი ნამდვილი შესაძლებლობები. საჭირო იყო შექმნილიყო საიდუმლო საბეჭდი აპარატი, რომელიც დაბეჭდავდა და გაავრცელებდა რევოლუციურ ლიტერატურას. ეს არ იყო მარტივი დავალება, საჭირო იყო ადგილის მოძიება, აღჭურვილობის შეძენა, საიმედო ადამიანების მოძიება, ყველაფრის საიდუმლო ორგანიზება. მახარაძემ წარმატებით შეასრულა ეს დავალება, შექმნა საბეჭდი აპარატი, რომელიც მუშაობდა 3 წლის განმავლობაში და არასდროს გამოჩენილა ოხრანკის მიერ. ამ პერიოდის დოკუმენტები აჩვენებს, რომ მახარაძეს ჰქონდა განსაკუთრებული უნარი, მას შეეძლო სათქმელის მთქმელად ისე, რომ რთული იდეები გასაგები გამხდარიყო უბრალო მუშებისთვის. იგი წერდა ბროშურებს, სტატიებს, ლექციების ტექსტებს ქართულ ენაზე, იყენებდა ადგილობრივ მაგალითებს, ამბობდა ისტორიებს, რომლებიც ახლობელი იყო ქართველი მუშებისთვის. ეს იყო უძლიერესი იარაღი პროპაგანდაში, სიახლოვე თქვენს აუდიტორიასთან. 1901 წელს მოხდა მოვლენა, რომელმაც მთლიანად შეცვალა რუსეთის პოლიტიკური პეიზაჟი. რევოლუცია დაიწყო. მახარაძე იმ დროს იყო ყირიმში, მარტოხელა დაპატიმრებაში, საიდანაც მხოლოდ თებერვლის ბოლოს გაათავისუფლეს. როდესაც იგი დაბრუნდა თბილისში, ნახა ქვეყანა სრულიად შეცვლილი, ცარისტული სისტემა დამხობილი, ხალხი გამოდის ქუჩებში, ყველა საუბრობს ახალ ცხოვრებაზე, ახალ მომავალზე. რა გრძნობებია, როდესაც იბრუნები მარტოხელა დაპატიმრებიდან და ხედავ, რომ ყველაფერი რისთვისაც იბრძოდი. ხდება რეალობა. მახარაძე მაშინვე ჩაერთო რევოლუციურ საქმიანობაში. იგი გახდა საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. მისი როლი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იგი ესაუბრებოდა სხვადასხვა ჯგუფებს, აკეთებდა კოალიციებს, ცდილობდა ბოლშევიკური იდეების გავრცელებას. მაგრამ ეს იყო რთული პერიოდი. საქართველოში, განსხვავებით რუსეთის ცენტრალური ნაწილისგან, ძლიერი იყო მენშევიკური გავლენა. თვეების განმავლობაში მახარაძე ებრძოდა იმისთვის, რომ გაეძლიერებინა ბოლშევიკური პოზიციები საქართველოში. იგი იყო ერთ-ერთი მთავარი ორატორი შეხვედრებზე, ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი აქციებისა. მაგრამ მიუხედავად ყველა ძალისხმევისა, როდესაც დადგა დამფუძნებელი კრების არჩევნები, საქართველოში გაიმარჯვეს მენშევიკებმა. ეს იყო მტკივნეული დარტყმა მახარაძისთვის და ყველა საქართველოს ბოლშევიკისთვის. როგორ ცხოვრობ, როდესაც მთელი ქვეყანა ყველგან აირჩევს შენს პოლიტიკურ ხედვას. მაგრამ შენს რეგიონში ხალხი ირჩევს შენს ოპონენტებს? ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, როდესაც ბოლშევიკებმა აიღეს ხელისუფლება რუსეთში, საქართველოს სიტუაცია გახდა კიდევ უფრო რთული. მენშევიკური მთავრობა აცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ცდილობდა შეენარჩუნებინა დისტანცია როგორც ბოლშევიკურ რუსეთთან, ასევე ოსმალეთთან და გერმანიასთან.
მახარაძე და მისი თანამებრძოლები აგრძელებდნენ საიდუმლო საქმიანობას, მზადდებოდნენ მომავალი შესაძლებლობებისთვის. ისინი იცოდნენ, რომ ეს სიტუაცია დროებითი იყო. 1921 წელს საბჭოთა არმია შევიდა საქართველოში. მენშევიკური მთავრობა დამხობილი იქნა, დაარსდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა. მახარაძე იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ჩაერთო ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბებაში. მას მიენიჭა მნიშვნელოვანი პოსტები, იგი გახდა განათლების სახალხო კომისარი. შემდეგ კი საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. ესენი იყო უმაღლესი პოზიციები რესპუბლიკაში. სტალინის პირადი არქივიდან მოძიებული წერილი და თარიღებული 1923 წლით აჩვენებს განსაკუთრებულ ინტერესს ფილიპე მახარაძის მიმართ. მახარაძე იცის საქართველოს ყველა საიდუმლო შეხვედრა, ყველა ადამიანი, ყველა კავშირი 1900 წლიდან, წერს სტალინის ერგო ორჯონიკიძეს. რატომ იყო ეს ცოდნა ასე ღირებული? რა შეეძლო მახარაძეს ეთქვა იმის შესახებ, რაც სტალინს სჭირდებოდა ცოდნა ან დამალვა? 30-იანი წლების დასაწყისი იყო პერიოდი, როდესაც ბევრი ძველი ბოლშევიკი იწყებდა თანდათანობით დისტანცირებას სტალინისგან. ტროცკი, კამენევი, ზინოვიევი, ბუხარინი, ისინი ყველა გამოხატავდნენ აშკარად უფარულ უკმაყოფილებას იმ გზით, რომელსაც სტალინი ატარებდა ქვეყანას. მაგრამ მახარაძე ყოველთვის რჩებოდა ორაზროვან პოზიციაში, იგი არასდროს გახდა აქტიური ოპოზიციონერი. არასდროს შეუერთდა არც ერთ ფრაქციას, რომელიც ებრძოდა სტალინს. 1925 წელს, როდესაც დაიწყო პირველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური სასამართლო პროცესები, როდესაც ზინოვიევი და კამენევი პირველად გახდნენ ბრალდებულები, მახარაძე იყო თბილისში, მუშაობდა განათლების სისტემაში. მას არ მოუწოდეს მოწმედ არც ერთ პროცესზე, არ სთხოვეს ჩვენება არც ერთი გამოძიებისთვის. ეს იყო უჩვეულო, პრაქტიკულად ყველა ძველი ბოლშევიკი მონაწილეობდა ამ პროცესებში ერთი ან სხვა ფორმით, როგორც მოწმე, როგორც ბრალმდებელი, როგორც დამცველი. მაგრამ მახარაძე იყო მის გარეთ ამ პროცესისა. ამის მიზეზები ხდება უფრო გასაგები, როდესაც ვკითხულობთ ის არქივებს იმ პერიოდიდან. არის საიდუმლო ჩანაწერი, რომელიც აღწერს შეხვედრას სტალინსა და მახარაძეს შორის 1926 წელს მოსკოვში. ამ შეხვედრაზე დოკუმენტების მიხედვით მახარაძემ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ადრეული რევოლუციური პერიოდის შესახებ. იგი ესაუბრებოდა იმის შესახებ, თუ ვინ იყო რეალურად ძველი ბოლშევიკური ორგანიზაციების წევრები, ვინ იღებდა რეალურად გადაწყვეტილებებს, ვინ ჰქონდა რეალური გავლენა იმ წლებში. ეს ინფორმაცია იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტალინისთვის. იგი აყალიბებდა თავის ისტორიულ ლეგიტიმაციას, ცდილობდა წარმოედგინა საკუთარი თავი როგორც რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და ლიდერი კავკასიაში. მაგრამ ბევრი ძველი ბოლშევიკი იცოდა, რომ რეალობა იყო უფრო რთული, რომ სტალინის როლი არ იყო ის, რასაც ახლა აცხადებდა. მახარაძე იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ან დაედასტურებინა სტალინის ვერსია, ან ამხილა იგი. როგორ იყენებდა მახარაძე ამ ძალას? დოკუმენტები აჩვენებს, რომ მახარაძემ აირჩია ფრთხილი პოზიცია, იგი ადასტურებდა სტალინის როლს, მაგრამ არასდროს წინააღმდეგობდა სხვა ძველ ბოლშევიკებს აშკარად. იგი იყენებდა ენას, რომელიც იყო საკმარისად მხარდამჭერი სტალინისთვის, მაგრამ არა ისე მკაცრად ბრალმდებელი სხვებისთვის. ეს იყო ძალიან ნატიფი ბალანსი, უსაფრთხოება თავისთვის, ხოლო არა პირდაპირი თანამონაწილეობა სხვების განადგურებაში. 1930 წელს მახარაძე გადავიდა აკადემიურ მუშაობაზე. იგი გახდა საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, დაიწყო მუშაობა რამდენიმე მონოგრაფიაზე საქართველოს ახალი ისტორიის შესახებ. ეს იყო სტრატეგიული გადასვლა, აკადემიური სამყარო იყო ნაკლებად პოლიტიზებული, ნაკლებად სახიფათო, ვიდრე პირდაპირი პოლიტიკური საქმიანობა. მაგრამ მაინც თუნდაც აკადემიურ სამყაროში შეუძლებელი იყო სრული დისტანცირება პოლიტიკისგან. მისი წიგნები და სტატიები იმ პერიოდიდან აჩვენებს საინტერესო თავისებურებას, ისინი იყენებდნენ მარქსისტულ მეთოდოლოგიას, ადასტურებდნენ საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმურობას, მაგრამ ასევე ინახავდნენ ფაქტობრივ სიზუსტეს. მახარაძეს წერა იყო საკმარისად იდეოლოგიურად სწორი. რომ არ გამოიწვიოს კრიტიკა, მაგრამ ასევე საკმარისად ფაქტობრივად საფუძვლიანი, რომ ჰქონოდა ისტორიული ღირებულება. ეს იყო კიდევ ერთი მაგალითი მისი უნარისა, გადარჩენა საშიშტროში, ხოლო არა კომპრომისი საკუთარ პრინციპებთან. 1935 წლიდან 27-მდე, პერიოდში, რომელიც სტალინისთვის იყო ძალაუფლების კონსოლიდაციის კრიტიკული წლები, მახარაძე ინახავდა თითქმის სრულ სიჩუმეს პოლიტიკურ საკითხებზე. იგი არ ხელმოწერდა კოლექტიურ წერილებს, არ მონაწილეობდა პოლიტიკურ შეხვედრებზე, არ აკეთებდა პუბლიკურ განცხადებებს.
მისი ერთადერთი საჯარო საქმიანობა იყო აკადემიური ლექციები და პუბლიკაციები. ეს იყო ტაქტიკა, რომელმაც შესაძლოა გადაარჩინა მისი სიცოცხლე უახლოეს წლებში. 1926 წელი იყო წელი, როდესაც პირველად გაჩნდა ნიშნები იმისა, რაც მოხდებოდა 1927-ში. პირველი სასამართლო პროცესი ზინოვიევისა და კამენევის წინააღმდეგ იყო მხოლოდ დასაწყისი. მაგრამ თუნდაც იმ დროს ძველი ბოლშევიკები ვერ წარმოიდგენდნენ, რამდენად სისტემატური და ყოვლისმომცველი იქნებოდა მომავალი ტერორი. იცოდა თუ არა მახარაძე იმ დროს რა მოდიოდა? ჰქონდა თუ არა მას გონივრული მიზეზები ფრთხილად იყო? ძველი ბოლშევიკების მეხსიერებაში, რომლებიც გადარჩნენ და შემდგომში დატოვეს მოგონებები, ხშირად მოიხსენიება მახარაძე როგორც ჩუმი და ფრთხილი ადამიანი. ერთ-ერთი ასეთი მეხსიერება, დაწერილი 30-იანი წლების ბოლოს გაცლილ ქართველ ბოლშევიკის მიერ, ამბობს ფილიპე ყოველთვის იცოდა როდის ესაუბრა და როდის ჩაჩუმებულიყო, როდის იყო კამათი და როდის დათანხმებულიყო. ეს უნარი, როგორც ჩანს, გახდა მისი გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. 1927 წელი დაიწყო როგორც ნებისმიერი სხვა წელი, მაგრამ მალე გახდა ცხადი, რომ რაღაც ფუნდამენტურად შეცვლილი იყო საბჭოთა კავშირში. იანვარში დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები ძველი ბოლშევიკებისა, რომლებიც კავშირში იყვნენ ოპოზიციურ მოძრაობებთან. თებერვალ-მარტში პროცესი გამრავლდა, ახლა უკვე დაპატიმრდებოდნენ არა მხოლოდ აქტიური ოპოზიციონერები, არამედ ნებისმიერი, ვინც მათთან ჰქონდა ნებისმიერი კავშირი. საქართველოში, სადაც მახარაძე ცხოვრობდა და მუშაობდა, სიტუაცია იყო განსაკუთრებით დაძაბული. ძველი ბოლშევიკები, რომლებიც 1990-იანი წლებიდან იცნობდნენ ერთმანეთს, ახლა თითქმის ყოველ კვირას იწყებდნენ ქრობას. პირველად დააპატიმრეს ისინი, ვინც იყო აქტიური მენშევიკური კავშირების მქონე. შემდეგ დაიწყო დაპატიმრება იმათი, ვინც ოდესმე გამოხატა უკმაყოფილება პარტიის ხაზისა. შემდეგ კი დაიწყო დაპატიმრება უბრალოდ ძველი კადრებისა, რომლებიც იცოდნენ ძალიან ბევრი. მახარაძეს სახელი იყო ყველა იმ სიებში, რომლებიც შეადგენდნენ გის ადგილობრივი განყოფილებები. თბილისის ის უფროსი იონა იაკირი რამდენჯერმე წერდა მოსკოვს. ითხოვდა ბრძანებას მახარაძის დაპატიმრებისთვის. მაგრამ ყოველჯერზე მოსკოვიდან მოდიოდა პასუხი, მოელოდეთ დამატებით ინსტრუქციებს. რა იყო ეს დამატებითი ინსტრუქციები? რატომ აყოვნებდნენ მოსკოვში გადაწყვეტილებას მახარაძის ბედზე? პასუხი შესაძლოა იმალებოდეს ერთ დოკუმენტში, რომელიც ნაპოვნია სტალინის არქივებში მხოლოდ ქართველი ისტორიკოსების მიერ 90-იან წლებში. ეს არის მოკლე ბარათი, დაწერილი სტალინის ხელით მიმართული ლავრენტი ბერიას. მახარაძის საქმე არ უნდა განვიხილოთ ჩვენს გარეშე ინფორმაციისა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ახლა არიან გრაფში. რა ნიშნავდა ეს? რა ინფორმაცია სჭირდებოდათ მახარაძისგან? აპრილისა და მაისის განმავლობაში, როდესაც რეპრესიები აღწევდნენ თავის პიკს, მახარაძე აგრძელებდა მუშაობას როგორც ჩვეულებრივ. იგი დადიოდა ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს, მუშაობდა თავის მონოგრაფიებზე. მის გარშემო მის კოლეგები ერთის მერე ერთი კრებოდნენ. მაგრამ მის კარზე არავინ ამკაკუნებდა. ეს იყო ისე უჩვეულო, რომ ზოგიერთი მისი კოლეგა დაიწყო შეშფოთება, იყო თუ არა მახარაძე თავად ჩართული რეპრესიებში როგორც ინფორმატორი. ეს ეჭვები არ იყო უსაფუძვლო. იმ ატმოსფეროში, როდესაც ყველა ეჭვობდა ყველას, როდესაც არავინ იცოდა ვინ იყო ინფორმატორი და ვინ არა, მახარაძის უჩვეულო უსაფრთხოება ბუნებრივად იწვევდა კითხვებს. მაგრამ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ უფრო დარწმუნებით, მახარაძე არ იყო აქტიური ინფორმატორი რეპრესიებში. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ მან დაწერა დენუნციაცია ან მისცა ჩვენება რომელიმე თავისი კოლეგის წინააღმდეგ. თუმცა ასევე ცხადია, რომ მახარაძეს სამუშაო ურთიერთობა ჰქონდა სთან და კონკრეტულად ბერიასთან, რომელიც იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა საქართველოში. რამდენიმე დოკუმენტი მოწმობს, რომ ბერია იხილა მახარაძეს თბილისში მინიმუმ 3-ჯერ 1927 წლის პირველ ნახევარში. რაზე საუბრობდნენ ისინი ამ შეხვედრებზე? რა ინფორმაციას ცვლიდნენ ისინი? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცით ყველაფერი, ყველა საიდუმლო შეხვედრა 1890-იანი წლებიდან, ყველა ფარული კავშირი, ყველა დაფარული ფინანსური ოპერაცია რევოლუციური ორგანიზაციებისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გადაარჩინოს ან განადგუროს ადამიანები, რომლებიც ახლა არიან ძალაუფლების მწვერვალზე. როგორ იქცევით ასეთ სიტუაციაში? ინახავთ სრულჩუმობას თუ გამოიყენებთ ამ ცოდნას როგორც დაცვის ფარს? ფილიპე მახარაძემ აირჩია მესამე გზა, იგი არ ჩუმობდა სრულად, მაგრამ არც ყველაფერს ამბობდა.
იგი აძლევდა ინფორმაციას ნაწილებად საკმარისად რომ ყოფილიყო ღირებული, მაგრამ არასდროს ყველაფერს ერთბაშად. ივნისის მეორე კვირას, 1927 წელს მოხდა მოვლენა, რომელმაც შეცვალა მთელი საბჭოთა კავშირის სამხედრო ხელმძღვანელობა. დააპატიმრეს მარშალი ტუხაჩევსკი და 8 უმაღლესი რანგის სამხედრო ლიდერი. ბრალდება იყო შეთქმულება გერმანიასთან, ჯაშუშობა, მზადება სამხედრო გადატრიალებისთვის. ეს იყო სიგნალი, თუ თვით უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა არ იყო უსაფრთხო, მაშინ არავინ იყო უსაფრთხო. საქართველოში ამ ამბის შემდეგ დაიწყო ახალი ტალღა დაპატიმრებებისა. მახარაძე იმ პერიოდში იყო თავის სახლში, მუშაობდა მონოგრაფიაზე საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ისტორიის შესახებ. მისი ცოლი ეკატერინე მოგვიანებით იხსენებდა, რომ იმ დღეებში ფილიპე პრაქტიკულად არ ტოვებდა სახლს, არ იღებდა სტუმრებს, არ დადიოდა ვიზიტებზე. იგი ცხოვრობდა თითქმის მარტოხელა რეჟიმში, რაც იყო უჩვეულო მისთვის. ადრე იგი იყო ძალიან სოციალური ადამიანი, უყვარდა შეხვედრები, დისკუსიები, სტუმრები. რატომ შეიცვალა მისი ქცევა სწორედ იმ პერიოდში? პასუხი შესაძლოა იმალებოდეს იმაში, რომ მახარაძე იცოდა, ყველა კონტაქტი, ყველა შეხვედრა, ყველა საუბარი შეიძლებოდა გამოყენებულიყო მის წინააღმდეგ. იმ ატმოსფეროში, როდესაც ადამიანები აძლევდნენ ჩვენებებს წამების ქვეშ, როდესაც ნებისმიერი შემთხვევითი შეხვედრა შეიძლებოდა ინტერპრეტირებულიყო როგორც შეთქმულების მტკიცებულება, ერთადერთი უსაფრთხო სტრატეგია იყო მინიმალური სოციალური კონტაქტები. მაგრამ ეს არ იყო სრული იზოლაცია. მახარაძე ინახავდა კავშირს რამდენიმე კონკრეტულ ადამიანთან, რომლებიც იყვნენ მისი უსაფრთხოების გარანტები. ივლისში, როდესაც რეპრესიები მიაღწია თავის აბსოლუტურ პიკს, მოხდა რაღაც, რაც ბევრმა თანამედროვემ ვერ გაიგო. ლავრენტი ბერია, რომელიც იმ დროს იყო საქართველოს ის უფროსი, პირადად ეწვია მახარაძეს მის სახლში. ეს იყო უჩვეულო, ჩვეულებრივ, როდესაც ის უფროსი ეწვევა ვინმეს, ეს ნიშნავდა დაპატიმრებას. მაგრამ ბერიას ვიზიტი მახარაძესთან გაგრძელდა 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში და ბოლოს ბერია წავიდა მარტო. ხოლო მახარაძე დარჩა თავის სახლში. რაზე საუბრობდნენ ისინი იმ 3 საათში? ეკატერინე მახარაძე, რომელიც იყო სახლში, მაგრამ არ მონაწილეობდა საუბარში, მოგვიანებით ამბობდა, რომ ისინი საუბრობდნენ ძველ დროებზე, რევოლუციის პერიოდზე, ადრეულ ბოლშევიკურ ორგანიზაციებზე საქართველოში. ბერია, რომელიც თავად იყო ქართველი და იცნობდა ადგილობრივ ისტორიას, აშკარად ინტერესდებოდა კონკრეტული დეტალებით, ვინ იყო სად, ვინ იცნობდა ვის, ვინ რა როლს ასრულებდა. მახარაძე, როგორც ერთადერთი ცოცხალი მოწმე ბევრი იმ მოვლენისა, იყო უნიკალური წყარო ასეთი ინფორმაციისთვის. მაგრამ რატომ სჭირდებოდა ბერიას ეს ინფორმაცია? ერთი ვერსიის მიხედვით, რომელსაც იზიარებენ ზოგიერთი ისტორიკოსი, ბერია აგროვებდა მასალას სტალინის ბიოგრაფიისთვის, კონკრეტულად იმ ნაწილისთვის, რომელიც ეხებოდა სტალინის საქმიანობას კავკასიაში. სტალინი ცდილობდა წარმოედგინა საკუთარი თავი როგორც რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და ლიდერი. მაგრამ ბევრი დეტალი მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ შეესაბამებოდა რეალობას. მახარაძე იცოდა რეალობა, მაგრამ იგი ასევე იცოდა რა ვერსია იყო უსაფრთხო სათქმელად. აგვისტოს დასაწყისში დაიწყო ის, რასაც შემდგომში უწოდეს დიდი ტერორის მთავარი ფაზა. ყოველდღიურად ასობით ადამიანი იყო დაპატიმრებული მთელ საბჭოთა კავშირში. საქართველოში მხოლოდ აგვისტოში დააპატიმრეს 2000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პრაქტიკულად ყველა ძველი ბოლშევიკი, რომელიც რჩებოდა თავისუფალი. მახარაძის ახლო მეგობრები, მისი ძველი თანამებრძოლები, მისი კოლეგები ინსტიტუტიდან, ყველა ისინი ერთის მერე ერთი ქრებოდნენ. მაგრამ მახარაძე კვლავ რჩებოდა თავისუფალი. ეს უკვე იყო ისე აშკარა, რომ თვით მახარაძის ოჯახის წევრები იწყებდნენ შეშფოთებას. მისი ძმა, რომელიც ცხოვრობდა ქუთაისში, წერდა მას წერილს: ფილიპე, რატომ შენ ხარ ერთადერთი, ვინც რჩება? ხალხი იწყებს საუბარს. ეს არ არის უსაფრთხო? მაგრამ მახარაძე არ პასუხობდა ამ წერილებს. იგი აგრძელებდა თავის ჩუმ იზოლირებულ ცხოვრებას, მუშაობდა თავის აკადემიურ პროექტებზე, თითქოს არაფერი უჩვეულო არ ხდებოდა გარშემო. სექტემბერში მოხდა მოვლენა, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა იდუმალება მახარაძის გარშემო. დააპატიმრეს ბუდუ მდივანი, რომელიც იყო საქართველოს პარტიული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და მახარაძის ძველი მეგობარი. მდივანი იყო ადამიანი, რომელიც იცნობდა მახარაძეს 1900 წლიდან, იყო მასთან ერთად უამრავ საიდუმლო შეხვედრაზე, იცოდა ბევრი იმ საიდუმლოებისა, რომლებიც მახარაძემაც იცოდა. როდესაც მდივანი დააპატიმრეს, ყველა ელოდა, რომ მალე დააპატიმრებდნენ მახარაძესაც, ჩვეულებრივ, როდესაც დაპატიმრდებოდა ერთი ადამიანი, მალე მოჰყვებოდა მისი ახლო კავშირების დაპატიმრება. მაგრამ კვირები გადიოდა და მახარაძე კვლავ რჩებოდა თავისუფალი.
გის არქივებში არსებობს დოკუმენტი, რომელიც აღწერს გამოკითხვას ბუდუმ დივანისა სექტემბრის ბოლოს. გამომძიებელი swams კითხვას, ვინ იყო თქვენი თანამზრახველები რევოლუციის წინააღმდეგ შეთქმულებაში, დივანი ასახელებს რამდენიმე სახელს, მაგრამ მახარაძის სახელი არ არის მათ შორის. გამომძიებელი კვლავ swams კითხვას, რატომ არ ასახელებთ ფილიპე მახარაძეს? ჩვენ ვიცით, რომ თქვენ იყავით ახლო მეგობრები. დივანის პასუხი არის გასაოცარი, მახარაძე არასდროს არ ყოფილა ჩართული არც ერთ საეჭვო საქმიანობაში. იგი ყოველთვის იყო ერთგული პარტიის ხაზისადმი. რატომ იცავდა მდივანი მახარაძეს, თუნდაც წამების პირობებში? რა იცოდა იგი, რაც ჩვენ არ ვიცით? ოქტომბერში დაიწყო ახალი ტალღა რეპრესიებისა, რომელიც უკვე მიმართული იყო არა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურების, არამედ ინტელიგენციის წინააღმდეგაც. პროფესორები, მწერლები, მეცნიერები, ხელოვანები, ყველა ისინი ხდებოდნენ რეპრესიების სამიზნე. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტში, სადაც მახარაძე მუშაობდა, დააპატიმრეს 6 პროფესორი ერთ კვირაში. ინსტიტუტის თანამშრომლები ცხოვრობდნენ მუდმივ შიშში, ყოველი დილით, როდესაც მოდიოდნენ სამსახურში, ამოწმებდნენ ვინ არ მოსულა, ვინ გაუჩინარდა ღამით. მახარაძე აგრძელებდა მუშაობას როგორც ჩვეულებრივ, მაგრამ მისი ქცევა შეიცვალა ერთი მნიშვნელოვანი დეტალით, იგი აღარ ესწრებოდა არც ერთ პარტიულ შეხვედრას, არც ერთ საჯარო ღონისძიებას. მისი ერთადერთი საჯარო საქმიანობა იყო ლექციები სტუდენტებისთვის და მუშაობა თავის კვლევებზე. იგი თითქოს ცდილობდა გახდომო და უხილავი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო მისი პოზიციისთვის. ნოემბრის შუა რიცხვებში მოხდა მოვლენა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მახარაძის განსაკუთრებული სტატუსი. თბილისში ჩამოვიდა მოსკოვიდან სპეციალური კომისია, რომელიც ამოწმებდა რეპრესიების მიმდინარეობას საქართველოში. ამ კომისიის წევრები გამართეს შეხვედრა ადგილობრივ პარტიულ ხელმძღვანელობასთან, სადაც განიხილეს ხალხის მტრების გამოვლენის პროგრესი. შეხვედრაზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა დასვა კითხვა, რატომ არის ფილიპე მახარაძე კვლავ თავისუფალი, მაშინ როცა პრაქტიკულად ყველა მისი თანამედროვე უკვე დაპატიმრებულია. პასუხი, რომელიც მოცემულია ამ შეხვედრის ოქში, არის ძალიან საინტერესო. მახარაძის საქმე განიხილება პირდაპირ მოსკოვში, მისი დაპატიმრება შეიძლება მოხდეს მხოლოდ პირდაპირი ბრძანებით ცენტრიდან. ეს ნიშნავდა, რომ მახარაძის ბედი არ იყო ადგილობრივი ხის ხელში, იგი იყო სპეციალური საქმე, რომელიც მოითხოვდა გადაწყვეტილებას უმაღლეს დონეზე. რატომ? რა აკეთებდა მახარაძეს საქმეს ასე განსაკუთრებულს? დეკემბრის დასაწყისში, როდესაც 1927 წელი უახლოვდებოდა თავის დასასრულს, მთელი საბჭოთა კავშირი ცხოვრობდა ატმოსფეროში, რომელსაც შეიძლება ეწოდოს მასობრივი ფსიქოზი. ადამიანები ეშინოდათ საკუთარი ჩრდილებისა, ეჩვობდნენ საკუთარ ოჯახის წევრებს. ერიდებოდნენ ნებისმიერ საუბარს, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო პოლიტიკურად საეჭვო. ამ ატმოსფეროში მახარაძე ცხოვრობდა თითქმის სრულ იზოლაციაში, იგი დადიოდა სახლიდან ინსტიტუტში და უკან, არ ესაუბრებოდა თითქმის არავის, არ იღებდა სტუმრებს. მისი ცოლი ეკატერინე მოგვიანებით აღწერდა იმ პერიოდს, როგორც ყველაზე რთულ დროს მათ ცხოვრებაში. ფილიპე ცხოვრობდა მუდმივ დაძაბულობაში, წერდა იგი თავის მოგონებებში. ყოველი ღამე, როდესაც ისმოდა მანქანის ხმა ქუჩაში, იგი იღვიძებდა და ელოდა. ყოველი ტელეფონის ზარი იყო პოტენციური საფრთხე. მაგრამ იგი არასდროს არ საუბრობდა იმაზე, რატომ იყო დარწმუნებული, რომ მას არ დააპატიმრებდნენ. იგი უბრალოდ ამბობდა, მე ვიცი რაღაც, რაც მათ სჭირდებათ. რა იყო ეს რაღაც? დღეს, როდესაც ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ არქივები, შევადაროთ სხვადასხვა დოკუმენტები, ვნახოთ მთელი სურათი. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მახარაძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტალინისთვის. ეს იყო ინფორმაცია სტალინის ადრეული საქმიანობის შესახებ კავკასიაში, კონკრეტული დეტალები, კონკრეტული თარიღები, კონკრეტული ადამიანები. სტალინი აყალიბებდა თავის ლეგენდას და მახარაძე იყო ერთ-ერთი ბოლო ცოცხალი მოწმე, რომელსაც შეეძლო ან დაედასტურებინა ეს ლეგენდა, ან ამხილა იგი. მაგრამ მახარაძე არ იყენებდა ამ ინფორმაციას როგორც მუქარას, იგი უბრალოდ ინახავდა მას და ეს ცოდნის არსებობა თავისთავად იყო მისი დაცვა. სტალინი იცოდა, რომ მახარაძე იცოდა და ეს იყო საკმარისი. ეს იყო უჩვეულო ბალანსი, ორი ადამიანი, რომლებიც იცნობდნენ ერთმანეთს 1900 წლიდან, ახლა თამაშობდნენ თამაშს, სადაც ერთს ჰქონდა ძალა, მაგრამ მეორეს ჰქონდა ცოდნა. 1928 წელი დაიწყო ახალი ტალღა რეპრესიებით. მაგრამ ამჯერად სამიზნე იყო თვით გის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებდნენ წინა წლის რეპრესიებს. ეს იყო კლასიკური სტალინური ტაქტიკა, განადგურე ისინი, ვინც ახორციელებდა განადგურებას, რათა არ დარჩეს მოწმეები.
საქართველოში დააპატიმრეს რამდენიმე უმაღლესი რანგის ის ოფიცერი, მათ შორის ისინი, ვინც პირდაპირ იყო პასუხისმგებელი 1927 წლის რეპრესიებზე. როგორ გრძნობდა თავს მახარაძე, როდესაც ხედავდა, რომ თვით მისი პოტენციური დამპატიმრებლები ახლა თავად ხდებოდნენ მსხვერპლები. იმ პერიოდის დოკუმენტები აჩვენებს, რომ მახარაძე თანდათან იწყებდა დაბრუნებას უფრო აქტიურ საჯარო ცხოვრებაში. იგი კვლავ დაიწყო მონაწილეობა ზოგიერთ აკადემიურ შეხვედრაში, კვლავ დაიწყო მცირე ჯგუფური ლექციები. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ იგი გრძნობდა, ყველაზე საშიში პერიოდი გავიდა. მაგრამ იგი კვლავ რჩებოდა ფრთხილი, არასდროს არ საუბრობდა პოლიტიკურ თემებზე. არასდროს არ გამოხატავდა პირად მოსაზრებებს მიმდინარე მოვლენებზე. თებერვალში 1928 წელს მოხდა მოვლენა, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა მახარაძის განსაკუთრებული სტატუსი. გამოქვეყნდა ახალი ოფიციალური ბიოგრაფია იოსებ სტალინისას, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მისი საქმიანობა კავკასიაში 1900 წლიდან 1917-მდე. ამ ბიოგრაფიის ერთ-ერთ ქვეთავში იყო სპეციალური მადლობა ძველ ბოლშევიკებს, რომლებმაც დაეხმარეს ისტორიული სიზუსტის უზრუნველყოფაში. მახარაძის სახელი იყო ამ სიაში, მაგრამ ძალიან საინტერესო ფორმულირებით ფილიპე მახარაძე, რომელმაც შეინარჩუნა ზუსტი მეხსიერება რევოლუციური მოძრაობის ისტორიის შესახებ. ეს იყო საჯარო აღიარება მახარაძის როლისა როგორც ისტორიული მეხსიერების მატარებლისა. მაგრამ ეს ასევე იყო გაფრთხილება, მახარაძე იყო ღირებული მანამ. სანამ მისი მეხსიერება ემსახურებოდა ოფიციალურ ვერსიას. თუ ოდესმე მისი მეხსიერება დაიწყებდა წინააღმდეგობას ოფიციალური ხაზისა, მისი დაცვა დაუყოვნებლივ გაქრებოდა. მახარაძე ამას კარგად ესმოდა. მარტიდან მახარაძე დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე, მონოგრაფია საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის შესახებ. ეს იყო ამბიციური პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდა პერიოდს 1900 წლიდან 1921-მდე. მახარაძე მუშაობდა ამ პროექტზე განსაკუთრებული ფრთხილობით, ყოველი თავი, ყოველი პარაგრაფი, ყოველი წინადადება იყო გადამოწმებული რამდენჯერმე, რათა დარწმუნებულიყო, რომ არაფერი არ ეწინააღმდეგებოდა ოფიციალურ ხაზს. ამ მონოგრაფიის მომზადების პროცესში მახარაძემ გამართა რამდენიმე შეხვედრა მოსკოვში, სადაც იგი კონსულტაციას უწევდა ცენტრალურ პარტიულ არქივს. ამ შეხვედრებზე იგი ხვდებოდა ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ პარტიის ისტორიის ოფიციალური ვერსიის ფორმირებაზე. ისინი აფასებდნენ მახარაძეს როგორც უნიკალურ წყაროს, იგი იყო ერთადერთი ცოცხალი მოწმე ბევრი მოვლენისა, რომელიც აღარ არსებობდა სხვა დოკუმენტაციაში. მაგრამ ამავე დროს ეს შეხვედრები იყო ასევე ფორმა კონტროლისა, მახარაძეს ამოწმებდნენ მის ლოიალობას, ამოწმებდნენ მის მზადყოფნას თანამშრომლობისთვის. ყოველი მისი სიტყვა, ყოველი მისი განცხადება ფიქსირდებოდა და ანალიზდებოდა. მახარაძე ცხოვრობდა მუდმივ ზედამხედველობაში, მაგრამ ეს იყო ფასი, რომელიც უნდა გადაეხადა გადარჩენისთვის. ივნისში 1928 წელს მოხდა მოვლენა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა მახარაძეს მისი მდგომარეობის სისუსტე. დააპატიმრეს ნიკოლაი ბუხარინი, ერთ-ერთი ბოლო გადარჩენილი ძველი ბოლშევიკური ლიდერი. ბუხარინი იყო ადამიანი, რომელიც ისევე როგორც მახარაძე, ცდილობდა გადარჩენას თანამშრომლობით, ლოიალობის დემონსტრირებით. თავის გამოყენებადობის შენარჩუნებით. მაგრამ ბოლოს ეს არ იყო საკმარისი. როდესაც სტალინმა გადაწყვიტა, რომ ბუხარინი აღარ იყო საჭირო, მისი წინა თანამშრომლობა არაფერი იყო. მახარაძე ყურადღებით აკვირდებოდა ბუხარინის საქმეს. მარტში 1929 წელს, როდესაც გაიმართა ბუხარინის სასამართლო პროცესი, მახარაძე კითხულობდა ყველა გაზეთს, ყველა რეპორტაჟს. იგი ხედავდა, თუ როგორ აიძულეს ბუხარინი აღიარა დანაშაულები, რომლებიც არასდროს არ ჩაუდენია, როგორ გამოიყენეს მისი წინა თანამშრომლობა მის წინააღმდეგ. ეს იყო გაკვეთილი, თანამშრომლობა არ იყო გარანტია გადარჩენისა, ეს იყო მხოლოდ დროებითი დაცვა. წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღიურად იღვიძებით და არ იცით, დღეს იქნება თუ არა ის დღე, როდესაც თქვენი დაცვა აღარ იმუშავებს. წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ იმ ცოდნით, რომ თქვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია ერთი ადამიანის განწყობაზე, ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე, ერთი ადამიანის შეხედულებაზე თქვენი სასარგებლობის შესახებ. როგორ ცხოვრებთ ასეთ სიტუაციაში, ყოველდღიურად ამტკიცებთ თქვენს ღირებულებას თუ ცდილობთ გახდეთ უხილავი. მახარაძემ აირჩია პირველი, იგი მუდმივად ამტკიცებდა თავის სასარგებლობას, მაგრამ არასდროს არ ითხოვდა არაფერს სანაცვლოდ. 1929 წლის გაზაფხულზე მახარაძემ დაასრულა თავისი მონოგრაფია საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის შესახებ. ეს იყო ფუნდამენტური ნაშრომი, რომელიც მოიცავდა 400 გვერდზე მეტს და ეფუძნებოდა როგორც არქიულ დოკუმენტებს, ასევე პირად მეხსიერებას.
მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო არა ის, რაც იყო ამ წიგნში, არამედ ის, რაც არ იყო. მახარაძე ფრთხილად თავს არიდებდა ნებისმიერ თემას, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო პოლიტიკურად მგრძნობიარე. იგი არ წერდა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც უკვე იყვნენ რეპრესირებულები. არ ახსენებდა იმ მოვლენებს, რომლებიც შეიძლებოდა განსხვავებულად ინტერპრეტირებულიყო. როდესაც წიგნი გამოქვეყნდა ივნისში, იგი მიიღო ოფიციალურ აღიარებას. პარტიული გაზეთები წერდნენ დადებით რეცენზიებს, აკადემიური საბჭო მიანიჭა მას სპეციალურ ჯილდოს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პირადი წერილი, რომელიც მახარაძემ მიიღო მოსკოვიდან. ეს იყო მოკლე შენიშვნა, ხელმოწერილი ანდრეი ჟდანოვის მიერ, რომელიც იმ დროს იყო სტალინის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი. თქვენი ნაშრომი არის ღირებული თვლილი პარტიის ისტორიის შესწავლაში. გააგრძელეთ ეს მნიშვნელოვანი მუშაობა. ეს იყო ნიშანი, მახარაძე კვლავ იყო სასარგებლო, კვლავ იყო დაცული. მაგრამ ამავე დროს მახარაძე იცოდა, რომ ეს დაცვა არ იყო უსასრულო. იგი ხედავდა თუ როგორ იცვლებოდა სიტუაცია, ახალი თაობა იზრდებოდა, ახალი ისტორიკოსები მოდიოდნენ, რომლებიც არ იცნობდნენ ძველ დროებს პირადად. არამედ იცოდნენ მხოლოდ ოფიციალური ვერსია. ამ ახალი თაობისთვის მახარაძე იყო არა ცოცხალი მოწმე, არამედ უბრალოდ ძველი პროფესორი. მისი ღირებულება თანდათან მცირდებოდა. აგვისტოში 1929 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ეს იყო მოვლენა, რომელმაც სრულიად შეცვალა საბჭოთა კავშირის პრიორიტეტები. პოლიტიკური რეპრესიები არ შეწყვეტილა, მაგრამ მათი ინტენსივობა შემცირდა, ქვეყანა ემზადებოდა შესაძლო ომისთვის და ამისთვის საჭირო იყო კონსოლიდაცია, არა შიდა განადგურება. მახარაძისთვის ეს იყო კიდევ ერთი პერიოდი შედარებითი უსაფრთხობისა. 1941 წელს, როდესაც გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, მახარაძე იყო უკვე 74 წლის. იგი აგრძელებდა მუშაობას ინსტიტუტში, მაგრამ უკვე უფრო შეზღუდულ რეჟიმში. ომის პირობებში აკადემიური საქმიანობა არ იყო პრიორიტეტი. მაგრამ მახარაძე იპოვა ახალ როლს, იგი დაიწყო მუშაობა პროპაგანდისტულ მასალებზე, რომლებიც ამბობდა საქართველოს ისტორიულ ბრძოლებს და მპყრობლების წინააღმდეგ. ეს იყო კიდევ ერთი გზა, რომ დარჩენილიყო სასარგებლო, დარჩენილიყო საჭირო. ომის წლები იყო რთული ყველასთვის, მაგრამ მახარაძისთვის ისინი იყო ასევე პერიოდი შედარებითი მშვიდობისა. პოლიტიკური რეპრესიები გაგრძელდა, მაგრამ ახლა ისინი იყვნენ მიმართული სხვა სამიზნეებისკენ, ეროვნული უმცირესობები, რომლებსაც ადანაშაულებდნენ კოლაბორაციონიზმში, ომის ტყვეები, რომლებიც ბრუნდებოდნენ სახლში, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ძველი ბოლშევიკები, რომლებიც გადარჩნენ 27 წელს, ახლა იყვნენ შედარებით უსაფრთხოდ, ისინი უკვე არ იყვნენ პრიორიტეტული სამიზნე. 1945 წელს, როდესაც ომი დასრულდა, მახარაძე იყო უკვე 68 წლის. იგი გადარჩა არა მხოლოდ დიდ ტერორს, არამედ ასევე ომს. მაგრამ ახლა იწყებოდა ახალი პერიოდი, რომელიც მოიტანდა ახალ გამოწვევებს. სტალინი, რომელიც ახლა იყო არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ლიდერი, არამედ ერთ-ერთი გამარჯვებული ძალის ლიდერი მსოფლიო ომში, იწყებდა ახალ კამპანიას, ბრძოლას კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ, ბრძოლას ბურჟუაზიული ნაციონალიზმის წინააღმდეგ. დის არქივებში, რომლებიც გახსნილი იქნა 90-იან წლებში, არის საიდუმალო დოკუმენტი დათარიღებული 1946 წლით. ეს არის ანგარიში სპეციალური აგენტისა, რომელიც აკვირდებოდა მახარაძეს. ანგარიში ამბობს, სუბიექტი ინარჩუნებს მინიმალურ სოციალურ კონტაქტებს, არ გამოხატავს პოლიტიკურ მოსაზრებებს, თავს არიდებს ნებისმიერ დისკუსიას მგრძნობიარე თემებზე. მისი ერთადერთი საქმიანობა არის აკადემიური მუშაობა, რომელიც მთლიანად შეესაბამება პარტიულ ხაზს. რატომ აგრძელებდნენ მახარაძის დაკვირვებას, თუნდაც ომის შემდეგ? რა ეშინოდათ მისგან? ან რა ელოდნენ მისგან? 1947 წელი იყო წელი, როდესაც დაიწყო ახალი ტალღა რეპრესიებისა, ამჯერად მიმართული ინტელიგენციის წინააღმდეგ. ლენინგრადის საქმე, მკურნალთა საქმე, კოსმოპოლიტების საქმე, ეს იყო სერია კამპანიებისა, რომლებიც მიზნად ისახავდა ინტელექტუალური ელიტის დაშინებას და კონტროლს. საქართველოში ეს კამპანიები ასევე ჰქონდა თავისი გამოხატულება, დაიწყო დაპატიმრებები ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლებისა, განსაკუთრებით იმათი, ვინც მუშაობდა ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების სფეროებში. მახარაძე, რომელიც იმ დროს იყო საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, კვლავ ინარჩუნებდა თავის ფრთხილ პოზიციას. იგი არ მონაწილეობდა არც ერთ დისკუსიაში, არ ხელმოწერდა არც ერთ კოლექტიურ წერილს, არ აკეთებდა არც ერთ საჯარო განცხადებას. მისი ერთადერთი საქმიანობა იყო მუშაობა კონკრეტულ ისტორიულ კვლევებზე, რომლებიც არ ეხებოდა მგრძნობიარე თემებს.
1948 წელს მოხდა მოვლენა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა მახარაძეს მისი მდგომარეობის სისუსტე. დააპატიმრეს რამდენიმე ქართველი ისტორიკოსი, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ ბურჟუაზიული ნაციონალიზმის პროპაგანდაში. მათი დანაშაული იყო ის, რომ ისინი ძალიან ბევრს წერდნენ საქართველოს დამოუკიდებელი ისტორიის შესახებ, ძალიან ბევრს ამახვილებდნენ ყურადღებას ქართული კულტურის უნიკალურობაზე. ეს ახლა განიხილებოდა როგორც ფორმა ნაციონალიზმისა, რომელიც იყო საშიში საბჭოთა ინტერნაციონალიზმისთვის. მახარაძე, რომელიც თავად წერდა ქართული ისტორიის შესახებ, იცოდა, რომ იგი ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო სამიზნე. მაგრამ მისი წერა იყო ყოველთვის ფრთხილად დაბალანსებული. იგი წერდა ქართული ისტორიის შესახებ, მაგრამ ყოველთვის კონტექსტში საერთო საბჭოთა ისტორიისა. იგი ხაზს უსვამდა ქართული კულტურის მნიშვნელობას, მაგრამ ყოველთვის ფარგლებში საბჭოთა მრავალეროვნული კულტურისა. ეს იყო ხელოვნება, როგორ იყო ქართველი ისტორიკოსი ისე, რომ არ ყოფილიყო ქართველი ნაციონალისტი. 1959 წელს მახარაძემ აღნიშნა თავისი 82 დაბადების დღე. ეს იყო იშვიათი მოვლენა, ძველი ბოლშევიკი, რომელიც მიაღწია ასეთ ასაკს, რომელიც გადარჩა ყველა რეპრესიას, რომელიც კვლავ მუშაობდა და იყო აქტიური. ინსტიტუტში გამართეს მცირე ზეიმი მისი პატივსაცემად, სადაც მას მიულოცეს კოლეგებმა და სტუდენტებმა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ტელეგრამა, რომელიც მან მიიღო მოსკოვიდან, მოკლე მილოცვა ხელმოწერილი სტალინის მიერ. ეს იყო ნიშანი, მახარაძე კვლავ იყო დაცული, კვლავ იყო აღიარებული. მაგრამ ამავე დროს მახარაძე იცოდა, რომ დრო მუშაობდა მის წინააღმდეგ. იგი იყო უკვე ძალიან ხანდაზმული, მისი ჯანმრთელობა სუსტდებოდა, მისი მეხსიერება, ერთადერთი რაც აკეთებდა მას ღირებულს, თანდათან ქრებოდა. რამდენ ხანს კიდევ შეეძლო მას შეენარჩუნებინა თავისი როლი როგორც ისტორიული მეხსიერების მატარებელი? რამდენ ხანს კიდევ იქნებოდა იგი სასარგებლო იმათთვის, ვინც იცავდა მას? 1950 წელს მახარაძემ დაიწყო მუშაობა თავის მემუარებზე. ეს იყო პროექტი, რომელსაც იგი გეგმავდა უკვე დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ყოველთვის აყოვნებდა. ახლა, როდესაც იგი გრძნობდა, რომ დრო იწურებოდა, იგი გადაწყვიტა და ეწერა თავისი ვერსია მოვლენებისა, რომლებშიც მონაწილეობდა. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი მემუარები, ეს იყო ფრთხილად რედაქტირებული ტექსტი, სადაც ყოველი სიტყვა, ყოველი წინადადება იყო გაწონასწორებული ისე, რომ არაფერი შეეძლო გამოყენებულიყო მის წინააღმდეგ. მემუარების წერის პროცესში მახარაძე ხშირად ჩერდებოდა და ფიქრობდა, რა უნდა დაეწერა და რა არა. იყო ამბები, რომლებიც იგი იცოდა, მაგრამ არასდროს არ ეთქვა. იყო ადამიანები, რომლებზეც იგი იცოდა სიმართლე, მაგრამ ეს სიმართლე ეწინააღმდეგებოდა ოფიციალურ ვერსიას. იყო მოვლენები, რომლებიც მოხდა განსხვავებულად, ვიდრე ახლა ამბობდნენ. მაგრამ მახარაძე არჩევდა ჩუმობას, იგი წერდა მხოლოდ იმას, რაც იყო უსაფრთხო, მხოლოდ იმას, რაც არ ეწინააღმდეგებოდა ოფიციალურ ხაზს. 1951 წლის იანვარში საბჭოთა კავშირში დაიწყო ახალი კამპანია, მკურნალთა საქმე. ეს იყო ბრალდება ჯგუფი ცნობილი მკურნალების წინააღმდეგ, რომლებიც დაბრალებულნი იყვნენ შეთქმულებაში საბჭოთა ხელმძღვანელობის წევრების მოწამვლის მიზნით. ეს იყო დასაწყისი ახალი ტალღა რეპრესიებისა, რომელიც შეიძლებოდა გახდომოდა ისევე მასშტაბური, როგორც 1927 წლის ტერორი. მთელი ქვეყანა კვლავ ცხოვრობდა შიშში, ვინ იქნებოდა შემდეგი? მახარაძე, რომელიც იმ დროს იყო უკვე 34 წლის, გრძნობდა, რომ ახალი საშიშროება მოდიოდა. მაგრამ ამჯერად იგი იყო ძალიან ხანდაზმული, ძალიან სუსტი, რომ აქტიურად ებრძოლა თავის გადარჩენისთვის. მისი ერთადერთი იმედი იყო ის, რომ მისი წინა გადარჩენა, მისი წინა სასარგებლობა კვლავ იმუშავებდა როგორც დაცვა. მაგრამ იყო თუ არა ეს საკმარისი ახალ სიტუაციაში. თებერვალში მახარაძემ მიიღო გაუთვალისწინებელი ვიზიტი, მოსკოვიდან ჩამოვიდა სპეციალური კომისია, რომელიც აგროვებდა მასალას ახალი ისტორიული მონოგრაფიისთვის სტალინის შესახებ. კომისიის წევრები ეწვივნენ მახარაძეს მის სახლში და სთხოვეს მას გაეზიარებინა მოგონებები ადრეული პერიოდის შესახებ. მახარაძე, მიუხედავად თავისი ასაკისა და სისუსტისა, მიიღო ისინი და საუბრობდა მათთან რამდენიმე საათის განმავლობაში. ამ საუბრის შინაარსი დარჩა საიდუმლო, მაგრამ მახარაძის ცოლი, რომელიც იყო სახლში, მოგვიანებით ამბობდა, რომ ფილიპე ძალიან დაიღალა ამ საუბრის შემდეგ. იგი საუბრობდა ძველ დროებზე, ძველ ადამიანებზე, ძველ მოვლენებზე, ამბობდა ეკატერინე. მაგრამ მე ვხედავდი, რომ ყოველი სიტყვა იყო რთული მისთვის. არა იმიტომ, რომ არ იხსენებდა, იგი კარგად იხსენებდა ყველაფერს. არამედ იმიტომ, რომ იგი უნდა ფიქრობდა ყოველ სიტყვაზე, უნდა ფრთხილად ერჩია რა ეთქვა და რა არა.
მარტის მეხუთე დღეს, 1951 წელი, მოხდა მოვლენა, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, გარდაიცვალა იოსებ სტალინი. ეს იყო დასასრული ეპოქისა. დასასრული სისტემისა, დასასრული იმ წესების, რომლებიც მართავდა საბჭოთა კავშირს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მთელი ქვეყანა იყო შოკში, ზოგიერთი გლოვობდა, ზოგიერთი ფარულად ზეიმობდა, მაგრამ ყველა ესმოდა, რომ რაღაც ფუნდამენტური შეიცვალა. მახარაძისთვის სტალინის სიკვდილი იყო ორაზროვანი მოვლენა. ერთი მხრივ ეს იყო დასასრული იმ ადამიანის ცხოვრებისა, რომელიც იყო მისი დაცვის წყარო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მეორე მხრივ ეს იყო ასევე დასასრული იმ სისტემის, რომელიც აიძულებდა მას ცხოვრებას მუდმივ შიშში. რა იქნებოდა ახლა? როგორ შეიცვლებოდა ყველაფერი? და უფრო მნიშვნელოვანი, როგორ იმოქმედებდა ეს ცვლილება მის საკუთარ მდგომარეობაზე? მომდევნო თვეების განმავლობაში საბჭოთა კავშირში დაიწყო პროცესი, რომელსაც შემდგომში უწოდეს გალღობა. პოლიტიკური ტყვეები იწყებდნენ გათავისუფლებას, რეპრესირებული ადამიანები იწყებდნენ რეაბილიტაციას. ძველი საქმეები იწყებდნენ გადახედვას. ეს იყო პერიოდი, როდესაც ბევრი ადამიანი, რომელიც გადარჩა რეპრესიებს, იწყებდა საუბარს იმაზე, რაც რეალურად მოხდა. მაგრამ მახარაძე კვლავ ინარჩუნებდა ჩუმობას. 1954 წელს, ერთი წლის შემდეგ სტალინის სიკვდილისა, მახარაძემ დაასრულა თავისი მემუარები. ეს იყო ფრთხილად დაწერილი ტექსტი, რომელიც აღწერდა მის ცხოვრებას და საქმიანობას, მაგრამ თავს არიდებდა ყველა მგრძნობიარე თემას. იგი არ წერდა რეპრესიების შესახებ, არ წერდა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც გაქრნენ, არ წერდა იმ საიდუმლოებების შესახებ, რომლებიც იცოდა. ეს იყო მემუარები, რომლებიც ამბობდა ბევრს, მაგრამ ფარავდა კიდევ უფრო მეტს. როდესაც მემუარები გამოქვეყნდა, ისინი მიიღეს დადებითი შეფასებები. კრიტიკოსები წერდნენ, რომ ეს იყო ღირებული წვლილი საბჭოთა ისტორიის შესწავლაში, რომ მახარაძე შეინარჩუნა მნიშვნელოვანი ინფორმაციას ადრეული პერიოდის შესახებ. მაგრამ ზოგიერთი მკითხველი, განსაკუთრებით ისინი, ვინც იცნობდა რეალურ ისტორიას, ამჩნევდა, რას არ ამბობდა მახარაძე. ისინი ხედავდნენ ცარიელ ადგილებს, ჩუმობას იმ თემებზე, რომლებიც უნდა ყოფილიყო განხილული. მაგრამ არავინ არ აკრიტიკებდა მას ამისთვის, ყველა ესმოდა რატომ. 1955 წლის თებერვალში ნიკიტა ხრუშჩოვმა წარმოთქვა თავისი ცნობილი საიდუმლო მოხსენება მე-20 პარტიულ ყრილობაზე, სადაც იგი გმობდა სტალინის პიროვნების კულტს და რეპრესიებს. ეს იყო ისტორიული მომენტი, პირველად ოფიციალურად აღიარეს, რომ რეპრესიები იყო დანაშაული, რომ მილიონობით ადამიანი დაიღუპა უსამართლოდ, რომ მთელი სისტემა იყო დაფუძნებული ტერორზე. მთელი ქვეყანა იყო შოკში, როგორ შეეძლოთ ახლა ცხოვრება იმ ცოდნით, რომ ყველაფერი, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ, ყველაფერი, რისთვისაც ისინი მსხვერპლობდნენ, იყო დაფუძნებული სიცრუეზე. მახარაძე, რომელიც იმ დროს იყო უკვე 28 წლის, მოისმინა ამ მოხსენების შესახებ თავის სახლში. მისი რეაქცია იყო რთული, ერთი მხრივ ეს იყო დადასტურება იმისა, რაც იგი ყოველთვის იცოდა. მეორე მხრივ ეს იყო ასევე გამოწვევა, ახლა როდესაც ოფიციალურად აღიარეს რეპრესიების სიმძიმე, როდესაც ადამიანები იწყებდნენ საუბარს იმაზე, რაც რეალურად მოხდა, რა უნდა ეთქვა მახარაძეს. უნდა გაეზიარებინა თუ არა თავისი ცოდნა, თავისი მოგონებები, თავისი სიმართლე. მომდევნო თვეების განმავლობაში ბევრი ადამიანი მივიდა მახარაძესთან, სთხოვდა მას ეთქვა სიმართლე იმის შესახებ, რაც მოხდა 27 წელს. ისინი ეძებდნენ პასუხებს, რატომ დააპატიმრეს მათი ნათესავები, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, ვინ იყო პასუხისმგებელი. მაგრამ მახარაძე კვლავ ინარჩუნებდა ფრთხილ პოზიციას. იგი ამბობდა, მე ვიყავი მხოლოდ აკადემიური მუშაკი, მე არ ვიცოდი დეტალები რეპრესიების შესახებ. ეს იყო სიცრუე და ყველა ამას იცოდა. მაგრამ მახარაძე არ იყო მზად გაეზიარებინა თავისი ცოდნა. რატომ? რატომ აგრძელებდა მახარაძე ჩუმობას, თუნდაც ახლა, როდესაც სტალინი მკვდარი იყო, როდესაც სისტემა იცვლებოდა, როდესაც ადამიანები ეძებდნენ სიმართლეს. პასუხი შესაძლოა იმალებოდეს იმაში, რომ მახარაძე იცოდა, მისი გადარჩენა იყო დაფუძნებული თანამშრომლობაზე, იყო დაფუძნებული იმაზე, რომ იგი აძლევდა ინფორმაციას, იყო დაფუძნებული იმაზე, რომ იგი ემსახურებოდა სისტემას. თუ ახლა იგი ეთქვა სრულ სიმართლეს, ეს ნიშნავდა აღიარებას საკუთარი როლისა ამ სისტემაში. და ეს იყო რაღაც, რისი გაკეთებაც მას არ შეეძლო. 1956 წელს მახარაძემ გადაიტანა ინსულტი. ეს იყო სერიოზული დარტყმა მისი ჯანმრთელობისთვის, იგი გახდა ნაწილობრივ პარალიზებული, მისი მეტყველება გაძნელდა, მისი მეხსიერება დაიწყო სუსტება. ექიმები ამბობდნენ, რომ იგი შესაძლოა აღარ გაგრძელებდა მუშაობას, აღარ შეძლებდა აქტიურ ცხოვრებას. მაგრამ მახარაძე ებრძოდა, იგი ცდილობდა აღდგომოდა.
ცდილობდა დაბრუნებულიყო თავის მუშაობაში. რამდენიმე თვის რეაბილიტაციის შემდეგ მახარაძე შეძლო ნაწილობრივ აღდგომა. იგი კვლავ დაიწყო მუშაობა, თუმცა უკვე ძალიან შეზღუდულ რეჟიმში. იგი აღარ დადიოდა ინსტიტუტში ყოველდღე, აღარ კითხულობდა ლექციებს, მაგრამ აგრძელებდა მუშაობას თავის კვლევებზე სახლში. ეს იყო მისი გზა, რომ შეენარჩუნებინა კავშირი ცხოვრებასთან, კავშირი იმ საქმიანობასთან, რომელიც იყო მისი იდენტობის ნაწილი. 1959 წელს ფილიპე მახარაძე გარდაიცვალა თავის სახლში თბილისში 22 წლის ასაკში. მისი გარდაცვალება იყო მშვიდი, იგი გარდაიცვალა ძილში, გარშემორტყმული თავისი ოჯახით. ეს იყო დასასრული ცხოვრებისა, რომელიც გაჭიმულიყო თითქმის მთელ საბჭოთა ეპოქაზე, ცხოვრებისა, რომელიც იყო სავსე საიდუმლოებებით, კომპრომისებით, გადარჩენის სტრატეგიებით. მისი დაკრძალვა იყო ოფიციალური ღონისძიება, დასწრებოდნენ პარტიული ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, აკადემიური საზოგადოების წევრები, ძველი კოლეგები და სტუდენტები. საუბრები, რომლებიც წარმოითქვა მის პატივსაცემად, ამბობდა მის წვლილზე საქართველოს ისტორიის შესწავლაში, მის როლზე როგორც რევოლუციის ვეტერანისა, მის მნიშვნელობაზე როგორც აკადემიური ლიდერისა. მაგრამ არავინ არ ამბობდა იმაზე, რაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ გადარჩა იგი, რა ფასი გადაუხადა ამ გადარჩენას, რა საიდუმლოებები წაიღო თავისთან ერთად საფლავში. დღეს, როდესაც ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ არქივები, რომლებიც გაიხსნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ უფრო სრულ სურათს ფილიპე მახარაძის ცხოვრებისა. ის დოკუმენტები აჩვენებს, რომ მახარაძე იყო მუდმივი დაკვირვების ქვეშ 1926 წლიდან მისი სიკვდილამდე. არსებობს ასობით ანგარიში სპეციალური აგენტებისა, რომლებიც აკვირდებოდნენ მას, აფიქსირებდნენ მის მოძრაობებს, მის შეხვედრებს, მის საუბრებს. რატომ იყო საჭირო ასეთი ინტენსიური დაკვირვება ადამიანზე, რომელიც არასდროს არ იყო აქტიური ოპოზიციონერი? სტალინის პირადი არქივიდან ნაპოვნი დოკუმენტები აჩვენებს, რომ სტალინი პირადად ინტერესდებოდა მახარაძის საქმით. არსებობს მინიმუმ 10 დოკუმენტი, სადაც სტალინი პირდაპირ იძლევა ინსტრუქციებს მახარაძის მიმართ, როდის უნდა გამოეკითხათ, რა კითხვები უნდა დაესვათ, რა ინფორმაცია უნდა მიეღოთ მისგან. ეს იყო უჩვეულო ყურადღება ერთი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ადამიანისთვის, რომელიც არ იყო უმაღლეს პოლიტიკურ პოზიციებზე. ყველაზე საინტერესო დოკუმენტი არის მოკლე ჩანაწერი, დათარიღებული 1927 წლის ივლისით. სადაც სტალინი წერს ლავრენტი ბერიას, მახარაძე არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს ჩემი როლი 1900 წლის მოვლენებში. მისი ჩვენება არის აუცილებელი ჩემი ბიოგრაფიისთვის. უზრუნველყავით მისი უსაფრთხოება და თანამშრომლობა. ეს იყო პირდაპირი ბრძანება, მახარაძე უნდა გადარჩენილიყო, რადგან იგი იყო საჭირო სტალინის ლეგიტიმაციისთვის. მაგრამ ასევე არსებობს დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ მახარაძე არ იყო მხოლოდ პასიური მოწმე. არსებობს რამდენიმე ანგარიში, სადაც აღწერილია შეხვედრები მახარაძესა და ის ოფიცრებს შორის, სადაც მახარაძე აძლევდა ინფორმაციას კონკრეტული ადამიანების შესახებ. ეს ინფორმაცია არ იყო პირდაპირი დენუნციაცია, მახარაძე არ ბრალდებდა არავის, არ ადანაშაულებდა არავის. იგი უბრალოდ აძლევდა ფაქტობრივ ინფორმაციას, ვინ იყო სად, ვინ იცნობდა ვის, ვინ რა როლს ასრულებდა. მაგრამ ეს ინფორმაცია შემდეგ გამოიყენებოდა რეპრესიებში. როგორ უნდა შევაფასოთ მახარაძის როლი? იყო თუ არა იგი თანამშრომელი რეპრესიებში? თუ იყო იგი უბრალოდ გადარჩენილი, რომელმაც გააკეთა ის, რაც საჭირო იყო გადარჩენისთვის? ეს არის კითხვა, რომელზეც არ არსებობს მარტივი პასუხი. მახარაძე არ იყო აქტიური მონაწილე რეპრესიებში, იგი არ წერდა დენუნციაციებს, არ აძლევდა ცრუ ჩვენებებს, არ მონაწილეობდა გამოძიებებში. მაგრამ ასევე ცხადია, რომ მისი თანამშრომლობა, მისი ინფორმაციის მიწოდება, მისი მხარდაჭერა ოფიციალური ვერსიისა, ყველა ეს აკეთებდა მას ნაწილად იმ სისტემისა, რომელიც ახორციელებდა რეპრესიებს. დღეს, 1927 წლიდან თითქმის 100 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვეძებთ პასუხებს. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა? როგორ იყო შესაძლებელი, რომ მთელი ერი ცხოვრობდა ტერორში? როგორ გადარჩნენ ზოგიერთები მაშინ, როცა მილიონები დაიღუპნენ? ფილიპე მახარაძის ისტორია არის ერთი პასუხი ამ კითხვებზე. ისტორია ადამიანისა, რომელმაც იცოდა როგორ ეთამაშა საშიშ თამაშს, როგორ გამოეყენებინა თავისი ცოდნა როგორც დაცვის ფარი, როგორ გადარჩენილიყო ისე, რომ არ გამხდარიყო აშკარა თანამშრომელი. მაგრამ ასევე ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ რა ფასი აქვს გადარჩენას. მახარაძე გადარჩა, მაგრამ რა ფასად? იგი ცხოვრობდა მთელი ცხოვრება შიშში, მთელი ცხოვრება ფრთხილობაში, მთელი ცხოვრება იმ ცოდნით, რომ ყოველი სიტყვა, ყოველი მოქმედება შეიძლებოდა ყოფილიყო მისი უკანასკნელი.
იგი წაიღო თავისთან ერთად საფლავში საიდუმლოებები, რომლებიც შესაძლოა შეეცვალა ჩვენი გაგება იმ პერიოდისა. იგი არასდროს არ ეთქვა სრული სიმართლე იმის შესახებ, რაც რეალურად მოხდა, იმის შესახებ, ვინ იყო რეალურად პასუხისმგებელი. იმის შესახებ, როგორ მუშაობდა რეალურად სისტემა. დღეს, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ მახარაძის მემუარებს, ვსწავლობთ მის ნაშრომებს, ვიკვლევთ დოკუმენტებს მის შესახებ, ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც იყო ერთდროულად მსხვერპლი და გადარჩენილი, მოწმე და მონაწილე, ისტორიკოსი და ისტორიის ნაწილი. მისი ცხოვრება არის სარკე იმ რთული, ტრაგიკული, ამბივალენტური ეპოქისა, რომელშიც იგი ცხოვრობდა. და მისი ისტორია აგვახსენებს, რომ ისტორია არასდროს არის მარტივი, არასდროს არის შავთეთრი, არასდროს არის მხოლოდ გმირებისა და ბოროტმოქმედების შესახებ. ფილიპე მახარაძე გადარჩა 1927 წელს, მაშინ როცა პრაქტიკულად ყველა მისი თანამედროვე დაიღუპა. რატომ? როგორ? რა ფასად? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ კვლავ ვეძებთ სრულ პასუხებს. მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიცით დღეს, საკმარისია იმისთვის, რომ ვიგრძნოთ, გადარჩენა იმ დროში არ იყო უბრალოდ იღბალი, არ იყო უბრალოდ შემთხვევითობა. ეს იყო შედეგი გათვლილი სტრატეგიისა, ფრთხილი ტაქტიკისა, მუდმივი ბალანსირებისა ცოდნასა და ჩუმობას შორის. და ეს იყო ასევე შედეგი იმისა, რომ მახარაძე იყო სასარგებლო იმათთვის, ვინც ფლობდა ძალას, სასარგებლო როგორც მოწმე, როგორც დამადასტურებელი, როგორც ისტორიული მეხსიერების მატარებელი, რომელიც ამბობდა იმას, რაც მათ სურდათ, რომ ყოფილიყო ნათქვამი. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ისტორიკოსი, რომელიც პოულობს დოკუმენტს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ოფიციალურად ნათქვამია. წარმოიდგინეთ, რომ ეს დოკუმენტი ცვლის მთელ ჩვენს გაგებას იმ პერიოდისა, იმ ადამიანების, იმ მოვლენების. რას აკეთებთ ამ დოკუმენტთან? აქვეყნებთ მას და ანადგურებთ ლეგენდებს, თუ ინახავთ მას და ინარჩუნებთ სტატუს კვოს. 1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა არქივები იწყებდნენ გახსნას, ისტორიკოსები პოულობდნენ ასეთ დოკუმენტებს ყოველ დღე. და ყოველ ჯერზე ისინი აწყდებოდნენ ამ არჩევანს. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი იყო პირადი დღიური, რომელიც ეკუთვნოდა სერგო კავთარაძეს. ერთ-ერთი იმ ძველ ბოლშევიკს, რომელიც დააპატიმრეს 1927 წელს. ამ დღიურში ჩანაწერში დათარიღებული 1926 წლის დეკემბრით კავთარაძე წერს, დღეს შევხვდი ფილიპეს. იგი მითხრა, რომ ბერიამ სთხოვა მას ინფორმაცია ძველი დროების შესახებ. ფილიპე შეშფოთებული იყო, იგი იცოდა, რომ ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნებოდა ვიღაცის წინააღმდეგ. მაგრამ იგი ასევე იცოდა, რომ უარი არ შეეძლო. ეს ჩანაწერი აჩვენებს, რომ მახარაძე თავად ესმოდა მისი მდგომარეობის ამბივალენტურობა. სხვა დოკუმენტი, ნაპოვნი ბერიას პირად არქივში, არის ანგარიში შეხვედრის შესახებ მახარაძესთან 1927 წლის მაისში. ამ ანგარიშში ბერია წერს, მახარაძე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია 1900 წლის ბაქოს ორგანიზაციის შესახებ. იგი დაასახელა ყველა მონაწილე, აღწერა მათი როლები, მიუთითა მათი კავშირები. ეს ინფორმაცია იქნება სასარგებლო მიმდინარე გამოძიებებისთვის. რამდენი ადამიანის ბედი შეიცვალა ამ ინფორმაციის გამო? რამდენი დაპატიმრება მოხდა იმის საფუძველზე, რაც მახარაძემ თქვა? მაგრამ ასევე არსებობს დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს სხვა მხარეს. ერთ-ერთი გადარჩენილი ძველი ბოლშევიკის, ალექსანდრე ცულუკიძის, მოგონებებში არის ეპიზოდი 1928 წლიდან. ცულუკიძე წერს, როდესაც მე დამიბრუნდნენ ლაგერიდან, პირველი ადამიანი, ვინც მომეკითხა, იყო ფილიპე მახარაძე. იგი მოვიდა ჩემს სახლში, მოიტანა საჭმელი და წიგნები, დამეხმარა სამსახურის მოძიებაში. იგი არასდროს არ ესაუბრა იმაზე, თუ როგორ გადარჩა თავად, მაგრამ მე ვხედავდი, რომ იგი გრძნობდა ბრალეულობას იმის გამო, რომ გადარჩა მაშინ, როცა ბევრი სხვა დაიღუპა. ეს ბრალეულობის გრძნობა, როგორც ჩანს, მუდმივად ახლდა მახარაძეს მის ცხოვრების ბოლო წლებში. მისი ცოლის ეკატერინეს მოგონებებში არის აღწერა, თუ როგორ იღვიძებდა ფილიპე ღამით. როგორ ჰქონდა კოშმარები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც გაქრნენ. იგი ხშირად იხსენებდა სახელებს წილში, წერს ეკატერინე. სახელები იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ მისი მეგობრები, მისი კოლეგები, მისი თანამებრძოლები. იგი ცხოვრობდა მათთან ერთად, თუნდაც მათი ფიზიკური არყოფნის მიუხედავად. 1950-იან წლებში, როდესაც მახარაძე მუშაობდა თავის მემუარებზე, იგი რამდენჯერმე ცდილობდა დაეწერა თავი რეპრესიების შესახებ. მისი არქივში ნაპოვნია რამდენიმე მონახაზი, სადაც იგი იწყებდა აღწერას იმისა, რაც მოხდა 27 წელს. მაგრამ ყოველ ჯერზე რამდენიმე გვერდის შემდეგ იგი წყვეტდა და ანადგურებდა დაწერილს. რატომ? ერთ-ერთ ასეთ მონახაზში, რომელიც შემთხვევით შემორჩა, მახარაძე წერს, როგორ შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაც მოხდა, როდესაც მე თავად ვიყავი ნაწილი იმ სისტემისა.
როგორ შემიძლია გავმსჯელო სხვებს. როდესაც მე თავად გავაკეთე არჩევანი გადარჩენისა, ეს იყო ის, რაც განსაზღვრავდა მახარაძის მთელ ცხოვრებას 30-იანი წლებიდან. ყოველდღიურად, ყოველ საათში იგი აკეთებდა მცირე არჩევანებს, რა ეთქვა და რა არა, სად წასულიყო და სად არა, ვისთან შეხვედრილიყო და ვისთან არა. ყოველი ეს არჩევანი იყო გათვლილი იმისთვის, რომ გაეზარდა მისი შანსები გადარჩენისთვის. და ბოლოს ეს სტრატეგია იმუშავა, იგი გადარჩა. მაგრამ რა ფასად? 1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, როდესაც ძველი სისტემა იშლებოდა, როდესაც ადამიანები იწყებდნენ საუბარს იმაზე, რაც რეალურად მოხდა, დაიწყო ახალი ინტერესი ფილიპე მახარაძის ფიგურისადმი. ახალგაზრდა ისტორიკოსები, რომლებიც არ ცხოვრობდნენ იმ დროში, რომლებიც არ იცნობდნენ იმ შიშს, იწყებდნენ კვლევას, ვინ იყო ეს ადამიანი, რომელმაც გადარჩა? როგორ გადარჩა? რა იყო მისი საიდუმლო? ერთ-ერთმა ასეთმა ისტორიკოსმა, თამარ ჯავახიშვილმა, გაატარა 10 წელი მახარაძის ცხოვრების შესწავლაში. იგი გადახედა ათასობით დოკუმენტს, გაესაუბრა ასობით ადამიანს, რომლებიც იცნობდნენ მახარაძეს, შეისწავლა ყველა ხელმისაწვდომი არქივი. მისი დასკვნა იყო რთული, მახარაძე არ იყო გმირი, მაგრამ ასევე არ იყო ბოროტმოქმედი. იგი იყო ადამიანი, რომელმაც გააკეთა ის, რაც საჭირო იყო გადარჩენისთვის იმ სისტემაში, სადაც გადარჩენა თავისთავად იყო მიღწევა. მაგრამ არა ყველა ისტორიკოსი თანხმდება ამ შეფასებას. ზოგიერთი მათგანი ამტკიცებს, რომ მახარაძე იყო აქტიური თანამშრომელი რეპრესიებში, რომ მისი ინფორმაცია გამოიყენეს ბევრი ადამიანის დასაპატიმრებლად, რომ მისი გადარჩენა იყო შედეგი არა მხოლოდ ცოდნისა, არამედ ასევე თანამშრომლობისა. სხვები კი ამტკიცებენ, რომ მახარაძე იყო მსხვერპლი, რომ იგი იძულებული იყო თანამშრომლობისკენ, რომ მას არ ჰქონდა რეალური არჩევანი. სიმართლე, როგორც ხშირად ხდება, არის სადღაც შუაში. მახარაძე არ იყო უბრალოდ მსხვერპლი, იგი აკეთებდა არჩევანებს. იგი თანამშრომლობდა, იგი აძლევდა ინფორმაციას. მაგრამ ასევე იგი არ იყო აქტიური მონაწილე რეპრესიებში, იგი არ წერდა დენუნციაციებს, არ აძლევდა ცრუჩვენებებს, არ ცდილობდა აქტიურად ვინმეს დაზიანებას. იგი იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ნაცრისფერ ზონაში, სადაც საზღვრები მსხვერპლსა და თანამშრომელს შორის იყო ბუნდოვანი. დღეს, როდესაც ჩვენ ვაფასებთ მახარაძის ცხოვრებას, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი. ეს იყო დრო, როდესაც ჩვეულებრივი მორალური კატეგორიები არ მუშაობდა. ეს იყო დრო, როდესაც გადარჩენა თავისთავად მოითხოვდა კომპრომისებს, მოითხოვდა არჩევანებს, რომლებიც ნორმალურ დროში იქნებოდა მიუღებელი. ეს იყო დრო, როდესაც ყოველი ადამიანი, რომელიც გადარჩა რაღაც ფასად ჩუმობისა, ფასად კომპრომისისა, ფასად თანამშრომლობისა. მახარაძის შემთხვევაში ეს ფასი იყო განსაკუთრებით მაღალი, რადგან იგი იყო ისტორიკოსი. იგი იცოდა, რომ ისტორია, რომელსაც იგი წერდა, ისტორია, რომელსაც იგი ასწავლიდა, ისტორია, რომელსაც იგი ამტკიცებდა, ეს ყველაფერი იყო დამახინჯებული, იყო არასრული, იყო ზოგჯერ სრულიად ცრუ. მაგრამ იგი აგრძელებდა ამ ისტორიის წერას, რადგან ეს იყო მისი გადარჩენის პირობა. როგორ ცხოვრობს ისტორიკოსი, რომელიც იცის, რომ ის, რასაც წერს, არის სიცრუე? როგორ ცხოვრობს მასწავლებელი, რომელიც იცის, რომ ის, რასაც ასწავლის, არის პროპაგანდა? ეს კითხვები არ არის მხოლოდ ისტორიული. ისინი არის ასევე თანამედროვე, რადგან ისინი ეხება ფუნდამენტურ საკითხებს, როგორ ვიქცევით ავტორიტარულ სისტემაში. როგორ ვინარჩუნებთ ჩვენს ინტეგრიტეტს, როდესაც სისტემა მოითხოვს კომპრომისს? სად არის ზღვარი მისაღებ კომპრომისსა და მიუღებელ თანამშრომლობას შორის? ეს არის კითხვები, რომლებზეც არ არსებობს მარტივი პასუხები, და მახარაძის ცხოვრება არის ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ერთი ადამიანი ცდილობდა ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. 1927 წლის ივლისის 35 დღეს, ზუსტად შუაღამისას, გის მანქანა გაჩერდა ფილიპე მახარაძის სახლის წინ. ორი ოფიცერი გადმოვიდა მანქანიდან და მივიდა კარისკენ. მახარაძე, რომელიც არ ეძინა იმ ღამეს, ისმენდა ფეხის ხმებს. იგი იცოდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ის მომენტი, როდესაც მისი გადარჩენის სტრატეგია აღარ იმუშავებდა, როდესაც მისი ცოდნა აღარ იქნებოდა საკმარისი დაცვისთვის. მაგრამ ოფიცრები არ დააკაკუნეს მის კარზე. ისინი გაიარეს და შევიდნენ მეზობელ სახლში, სადაც ცხოვრობდა სხვა ძველი ბოლშევიკი. ეს ეპიზოდი, რომელიც აღწერილია ეკატერინე მახარაძის მოგონებებში, აჩვენებს იმ მუდმივ დაძაბულობას, რომელშიც ცხოვრობდა მახარაძე. ყოველი ღამე შეიძლებოდა ყოფილიყო უკანასკნელი. ყოველი ფეხის ხმა ქუჩაში შეიძლებოდა ყოფილიყო მისთვის. ყოველი ტელეფონის ზარი შეიძლებოდა ყოფილიყო დაპატიმრების ბრძანება. როგორ ცხოვრობს ადამიანი ასეთ მუდმივ სტრესში?
როგორ ინარჩუნებს გონებრივ ჯანმრთელობას, როდესაც ყოველი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი? მახარაძის პასუხი იყო რუტინა. იგი ქმნიდა მკაცრ დღის რეჟიმს და მიჰყვებოდა მას რელიგიურად. ყოველ დილით იგი იღვიძებდა 6 საათზე, კითხულობდა 1 საათს, შემდეგ საუზმობდა, შემდეგ მიდიოდა სამსახურში. ყოველ საღამოს იგი ბრუნდებოდა სახლში ზუსტად 6 საათზე, სადილობდა, შემდეგ მუშაობდა თავის კვლევებზე 3 საათს, შემდეგ კითხულობდა 1 საათს, შემდეგ დაიძინებდა. ეს რუტინა იყო მისი გზა, რომ შეენარჩუნებინა კონტროლის გრძნობა სიტუაციაში, სადაც რეალურად არაფერი იყო მის კონტროლში. მაგრამ ასევე ეს რუტინა იყო ფორმა თავდაცვისა. მკაცრი პროგნოზირებად იქცევა ნიშნავდა, რომ არაფერი საეჭვო არ იყო მის ცხოვრებაში. არა საიდუმლო შეხვედრები, არა უჩვეულო კონტაქტები, არაფერი, რაც შეიძლებოდა ინტერპრეტირებულიყო როგორც საეჭვო. მახარაძე ცხოვრობდა ისე გამჭვირვალედ, ისე ღიად, რომ არავის შეეძლო ბრალდება რაიმეში. მისი ცხოვრება იყო ღია წიგნი, მაგრამ წიგნი, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდები იყო ცარიელი. 1928 წლის გაზაფხულზე, როდესაც რეპრესიების ინტენსივობა ოდნავ შემცირდა, მახარაძემ გააკეთა რაღაც, რაც იყო უჩვეულო მისთვის. იგი დაწერა წერილი სტალინს. ეს წერილი, რომელიც ნაპოვნია სტალინის არქივში, არის საინტერესო დოკუმენტი. მასში მახარაძე არ ითხოვს არაფერს საკუთარი თავისთვის. იგი არ უჩივის, არ ბრალდებს, არ ცდილობს გაამართლოს საკუთარი თავი. ის, რასაც იგი აკეთებს, არის მარტივი, იგი აძლევს ინფორმაციას. წერილში მახარაძე აღწერს დეტალურად ერთ კონკრეტულ ეპიზოდს 1900 წლიდან, შეხვედრას ბაქოში, სადაც სტალინი. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჯუღაშვილი, გამოსვლა სპეციალური მოხსენებით. მახარაძე აღწერს ამ მოხსენების შინაარსს, აღწერს რეაქციას, აღწერს იმ გავლენას, რაც ჰქონდა ამ მოხსენებას. ეს ყველაფერი იყო დაწერილი ისე, რომ ხაზს უსვამდა სტალინის მნიშვნელოვან როლს უკვე იმ ადრეულ პერიოდში. ეს იყო კიდევ ერთი შეხსენება, მე ვარ სასარგებლო, მე მაქვს ინფორმაცია, რომელიც თქვენ გჭირდებათ. სტალინის პასუხი მოვიდა 2 კვირის შემდეგ, მოკლე ბარათის, სადაც იგი მადლობას უხდიდა მახარაძეს ღირებული ისტორიული ინფორმაციისთვის და ავალებდა მას გაეგრძელებინა მუშაობა პარტიის ისტორიის დოკუმენტირებაზე. ეს იყო ნიშანი, მახარაძე კვლავ იყო დაცული, კვლავ იყო საჭირო. მაგრამ ასევე ეს იყო შეხსენება, შენი დაცვა არის პირობითი, არის დამოკიდებული შენს გამოყენებადობაზე. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან ფილიპე მახარაძის ცხოვრებას, ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც იყო ერთდროულად ბევრი რამ, ისტორიკოსი და პროპაგანდისტი, მოწმე და მონაწილე. მსხვერპლი და გადარჩენილი. იგი იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა როგორ ეთამაშა საშიშ თამაშს და გაიმარჯვა. მაგრამ რა იყო ეს გამარჯვება? გადარჩენა ფასად ჩუმობისა. გადარჩენა ფასად კომპრომისისა. გადარჩენა ფასად იმისა, რომ არასდროს არ ეთქვა სრული სიმართლე. მახარაძის ისტორია არის ასევე ისტორია იმ ათასობით სხვა ადამიანისა, რომლებიც ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში იმ პერიოდში. ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებდნენ არჩევანებს, რა ითქვათ და რა არა, როგორ ექცნენ და როგორ არა, რას ენდონ და რას არა. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ორმაგ ცხოვრებაში, საჯარო ფასადი, რომელიც შეესაბამებოდა სისტემის მოთხოვნებს და პირადი რეალობა, რომელიც იყო ბევრად უფრო რთული. მაგრამ მახარაძის შემთხვევა იყო განსაკუთრებული იმით, რომ იგი არ იყო უბრალოდ გადარჩენილი, იგი იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალა, ჰქონდა ცოდნა. ჰქონდა შესაძლებლობა გავლენა მოეხდინა მოვლენებზე. და იგი გამოიყენა ეს ძალა არა იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაეწია სისტემისთვის, არამედ იმისთვის, რომ გადარჩენოდა ამ სისტემაში. ეს არის არჩევანი, რომელსაც ბევრი ადამიანი გააკრიტიკებს, მაგრამ ასევე არჩევანი, რომელსაც ბევრი ადამიანი გაიგებს. დღეს, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ სხვა დროში, სხვა სისტემაში, ადვილია გავმსჯელოთ მახარაძე და მისი თანამედროვეები. ადვილია ვთქვათ, მათ უნდა ებრძოლათ, მათ უნდა წინააღმდეგობა გაეწიათ, მათ უნდა ეთქვათ სიმართლე. მაგრამ ეს არის განსჯა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც არასდროს არ ცხოვრობდნენ იმ პირობებში, არასდროს არ გრძნობდნენ იმ შიშს, არასდროს არ აწყდნენ იმ არჩევანებს. როგორ შეგვიძლია ჩვენ, რომლებიც ვცხოვრობთ თავისუფალ საზოგადოებაში, გავმსჯელოთ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ტოტალიტარულ სისტემაში? მახარაძის ცხოვრება აგვახსენებს, რომ ისტორია არასდროს არის შავთეთრი. არ არსებობს მხოლოდ გმირები და ბოროტმოქმედები. მხოლოდ მსხვერპლები და დამნაშავეები. არსებობს ასევე ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ნაცრისფერ ზონაში, რომლებიც აკეთებენ რთულ არჩევანებს, რომლებიც ცდილობენ გადარჩენას სისტემაში, რომელიც შექმნილია მათ განსანადგურებლად. და ამ ადამიანების ისტორიები ასევე მნიშვნელოვანია, ასევე უნდა ითქვას, ასევე უნდა გაგებულ იქნას. ფილიპე მახარაძე გარდაიცვალა 1959 წელს,
წაიღო თავისთან ერთად საიდუმლოებები, რომლებიც შესაძლოა შეეცვალა ჩვენი გაგება იმ პერიოდისა. იგი არასდროს არ ეთქვა სრული სიმართლე იმის შესახებ, რაც რეალურად მოხდა, იმის შესახებ, ვინ იყო რეალურად პასუხისმგებელი, იმის შესახებ, როგორ მუშაობდა რეალურად სისტემა. მაგრამ თუნდაც თავისი ჩუმობით, თუნდაც თავისი არჩევანით არ ეთქვა ყველაფერი, იგი დატოვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი იმის შესახებ, თუ რა ფასი აქვს გადარჩენას, რა ფასი აქვს კომპრომისს, რა ფასი აქვს ჩუმობას. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც რჩება, რა ვისწავლეთ ამ ისტორიიდან? როგორ გამოვიყენებთ ამ ცოდნას დღეს, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ სხვა დროში, მაგრამ კვლავ ვაწყდებით არჩევანებს ინტეგრიტეტსა და გადარჩენას შორის, სიმართლესა და უსაფრთხოებას შორის, პრინციპებსა და პრაგმატიზმს შორის? მახარაძის ისტორია არ იძლევა მარტივ პასუხებს ამ კითხვებზე, მაგრამ იგი აიძულებს ჩვენ ვიფიქროთ მათზე. და ეს, შესაძლოა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელსაც ისტორია შეიძლება მოგვცეს.